მოგესალმებით, მე მგონი დროა დავიწყოთ. პრინციპში ნაწილობრივ ჩემი სათქმელი არჩილობა უკვე თქვა, მაგრამ სანამ უშუალოდ ტექნიკურ საკითხებზე ვისაუბრებდეთ, თუ მოხსენებლებს რამდენი წუთი აქვთ მოხსენებისთვის გამოყოფილი. საქართველოში ამ კუთხით როგორი დამოკიდებულება შეიძლება იყოს ეკლესიას ან რელიგიასა და სახელმწიფოს შორის ევროპული მოდელი, ამერიკული მოდელი, მაგრამ არანაირ მოდელზე დღეს, ყოველნაირ მოდელზე დღეს ადრეა საუბარი, მე ესე ვფიქრობ, რეალურ მოდელზე, იმიტომ რომ საზოგადოება თვითონ არის მომწიფებელი რაღაც მოდელისათვის, არანაირი მოდელი არ იმუშავებს, თუ თვითონ საზოგადოების აზროვნება, ცნობიერება, გაგება არ შეიცვალა. მადლობა სოლაფორუმის ორგანიზატორებს, ასევე საქართველოს უნივერსიტეტს ბატონ არჩილს მასპინძლობისათვის. მე გახლავართ ზაალტყე შელაშვილი, ევანგელისტური ეკლესიის პასტორი და ჩემი მოხსენების თემა არის მიმოხილვისთვის და მოხსენებისთვის. გთხოვთ კითხვები? თინათინ? მადლობა ბატონო ზალ, ძალიან საინტერესო მოხსენებისთვის. ეხლა თქვენ საუბრობთ რელიგიის საქმეთა საბჭოზე, რომელიც 1965 წელს შეიქმნა და დღევანდელი ჩვენი რელიგიების სააგენტოს ფუნქციებს როგორ ხედავთ და რამდენად ხედავთ გადაკვეთის წერტილებს მათ შორის? მადლობა. მადლობთ პირდაპირი კითხვისთვის. მე არ მიხსენებია რელიგიათა სააგენტო, მაგრამ რეალურად ჩემი მოხსენებაში ეს იგულისხმებოდა და